ჩვენი სტუმარი და ჩვენი შემდეგი სტუმარი იქნება ვიქტორ ყიფიანი, ანალიტიკური ორგანიზაცია GeoCase. ბატონ ვიქტორ, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ პასუხობთ ჩვენ კითხვებს. თქვენ მინდა რომ ზოგადად ვილაპარაკოთ, თქვენ რაზე მიიღეთ პასუხი, რაზე ვერ მიიღეთ პასუხი, როგორ უყურებთ აი ამ სკანდალს, რომელიც არის BBC-ს ფილმის შემდეგ. ხელისუფლება თითქოს ცდილობს, რომ რაღაც ტიპის პასუხები გქონდეს, რომ ჩვენ არ გამოგვიყენებია, თქვათ, აკრძალული ნივთიერება, მაგრამ არავინ არ ამბობს და ეს ერთი წელია ტრიალებს, სხვათა შორის ეს კითხვა ამ ფილმამდეც, რა ნივთიერება იყო გამოყენებული. დიანა, მე ძალიან მენიშნა, როდესაც პრემიერმა კობახიძემ პირველ რეაქციაში, პირველ განცხადებაში თქვა, რომ აუცილებლად მიმართავენ საერთაშორისო მართლმსაჯულებას. ყოველ შემთხვევაში ინგლისურ სასამართლოს მართლმსაჯულებას. შემდგომ განცხადებაში უკვე მან აღნიშნა, რომ მიმართავენ მარეგულირებელ კომისიას დიდი ბრიტანეთის და საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ შეიძლება მიმართონ საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს. ეს მენიშნა იმიტომ, რომ ყველაზე საუკეთესო ტესტი, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი, არის ღია სასამართლო პროცესი. ამიტომ, როდესაც პირველი განცხადება იყო, შეიძლება იყო გაუთვითცნობიერებლად მათი მხრიდან გაკეთებული, მაგრამ მე ამას მივესალმე, ვინაიდან სხვაგვარად ფარდის ახთა ძალიან რთული არის და სასამართლო სხდომა, სასამართლო პროცესი, რომელიც სწრაფი და ჩქარი არ არის და ამას, რა თქმა უნდა, გარკვეული დრო დასჭირდებოდა საჩელი შეტანის მომენტიდან, ეს იქნებოდა ერთგვარი ტესტი იმ კითხვებზე პასუხის გაცემას. რომ აქვთ ყველაფერზე პასუხი და არ უფრთხიან, თქვათ, მაღალი დონის და მაღალი სანდონის მაგრამ შემდეგ უკვე ეს ნაბიჯი უკან, რა თქმა უნდა, მენიშნა და კიდევ ერთი, თქვათ, დაშვება, რაც შემიძლია გავაკეთო, ალბათ არის ის, რომ მე ახლა ძალიან მიჭის საუბარი, რამდენად სარწმუნო არის BBC-ს მასალა, მაგრამ თუ რაიმე ხარისხის სარწმუნოებაზე შეიძლება საუბარი იყოს, ალბათ ინფორმაცია იქნა მიწოდებული ქართული მხრიდან, ალბათ. შეიძლება ამას დაეფუძნა სწორედ მათ მიერ გაკეთებული მასალა და არა იმ კონსპიროლოგიურ თეორიას, რომელსაც ასე არც თუ ასე ვთქვათ, მოხერხებულად ხოლმე იყენებს მართლმსაჯულება პარტია. ამ ფილმის რესპონდენტები იყვნენ ისედაც სისტემაში მყოფი და სისტემიდან გასული ადამიანები. ამას გულისხმობთ თუ მათ მიღმა, ვინც არ ჩანდა ფილმში? დიანა, არ მინდა მე თვითონ კონსპიროლოგს დავემსგავსო, იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად ვგომობთ მეც და თქვენს კონსპიროლოგიას, როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ ერთი რამ ფაქტი არის, ჩვენ გახსოვთ, რამდენჯერმე შევეხეთ სისტემის ბუნებას. და სისტემის ბუნება არის ისეთი, რომ სისტემა შიგნიდან ყოველთვის საჭიროებს სათანადო გამოკვებას. და ყველა სათანადო და თანაბარი თუ არა, ყოველ შემთხვევაში წვდომა უნდა ქონდეს რესურსზე. ვინაიდან სხვაგვარად აღებმიცემობის ეს მექანიზმი სხვა იდეოლოგიურ საწყისებს და რომელიმე სხვას ვერ ეფუძნება. ანუ სისტემის შიგნით როდესაც ურთიერთობები შეიძლება შევიდეს შიხში და ასეთი სისტემის რღვევა, როგორც წესი იწყება არა იმდენად წნეხი შედეგად გარედან, რამდენადაც შიდა წინააღმდეგობების შედეგად, არ არის გამორიცხული, რომ განაცხადებულმა ფრთამ ადამიანებმა, რომლებიც თავის დროზე ამ ელიტას მიეკუთვნებოდნენ, თვითონ განაგებდნენ საკითხებს, შეიძლება ელემენტარულად შური იძიონ. მათზე, ვინც დარჩა. კონსპიროლოგია არ შეიძლება, ვის შეიძლება გულისხმობდეთ, რა გაანაწყენს. მე უბრალოდ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ეხლა ამაზე შორს არ მინდა წავიდე, მაგრამ ჯამში, როდესაც მე მithქვამს, რომ ასეთი სისტემები არ არის დროში ძალიან თვითკმარი და მათი სიცოცხლის უნარიანობა არც თუ ისეთი დამაჯერებელია, მიუხედავად გარკვეული მითოლოგიზაციისა, რომელიც ჩვენ ხშირად გვესმის, აი ასეთი რღვევა, როგორც წესი, იწყება შიდა წინააღმდეგობის ხარჯზე. და შემდეგ უკვე, როდესაც იწყება რღვევა, გადათამაშება, შურიზიება, გარკვეულწილად ნიშნის მოგებით რაღაც ნაბიჯების გადადგმა. შიგნით ოცნების ახლანდელი მმართველების მიერ, ესე ვთქვათ, განაწყენებული ადამიანები შეიძლება იყვნენ ინფორმატორები ჩვენ ხსნით ბუნებას სისტემასა, რომელიც არ არის ჯანმრთელი, რომელიც ვერ ეფუძნება ჯანსაღი პოლიტიკის პრინციპებს, რომელიც არ ეფუძნება ინსტიტუციურობას, კოლეგიალურობას, ფაქტზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებათა მიღებას და შემდეგ შეიძლება მან ასახვა პოვოს სწორედ ამ წინააღმდეგობებში და ის განაწყენების ფაქტორი ეს არის აბსოლუტურად ნორმალური
არანორმალური და თან ნორმალური ადამიანური თვისება, რომელმაც შეიძლება თავი იჩინა და როდესაც ქვეყნის ირგვლივ ასეთი ფონი არის შექმნილი, და როდესაც ჩვენ ვართ ასეთი არც თუ კეთილხმოვანი ოპტიკის ქვეშ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მასალა გადინება ნებსით უნებლიეთ, რომელიც შეიძლება მოხდეს ქართული მხრიდან, განაწყენებული ჯგუფის მხრიდან, შეიძლება ძალიან ოსტატურად იქნას ატაცებული გარე მედია საშუალებების. კი ბატონო, თქვენი დაკვირვებით ახლა ამ სკანდალს მაგრამ ვიმეორებ ეს მხოლოდ დაშვება არის. სკანდალს დაასრულებს ალბათ კობახიძისთვის დასრულებულია, მაგრამ ანუ საზოგადოებას რაზე უნდა გასცენ ახლა მათ მთავარი პასუხი. დღეს ისე ამბობს, რომ მერაბიშვილმა უნდა ინერვიულოსო და ნუ ღელავთ თქვენ მათზეო, თავად ხომ უნდა იღელვოს იმ ადამიანებზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი მომხრეები შეიძლება არ იდგნენ იმ აქციაზე, მაგრამ ჯერთი იქ პოლიციაც იყო, სპეცრაზმიც იყო, მაგრამ აი ამ პროტესტში ჩართულმა ადამიანებმა ის მაინც ხომ უნდა იცოდნენ, მით უმეტეს ამ ფილმისა და ამ შიშების შემდეგ, რომ წყნარად იყვნენ, თუ არაფერი ისეთი არ იყო, ან თუ იყო, რა თულება შეიძლება ამას მოყვეს, ანუ საკუთარ მოქალაქეებზე ხო, საკუთარ მოქალაქეებს ხომ უნდა გასცეს პასუხი, აი ელემენტარული რაღაც პასუხისმგებლობის, სახელისუფლებო პასუხისმგებლობის პრინციპია, ხო? სხვადასხვა ეთერებში ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის სიტყვა ლეგიტიმაცია და ლეგიტიმურობა. ეხლა რაშვაში არის ლეგიტიმურობა, მაგრამ სწორედ იმაში არის, რომ ნებისმიერი ლეგიტიმაცია არა მარტო ფორმალური პროცედურების დაცვაში ვლინდება, არამედ როდესაც ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე არის საუბარი, მათ შორის მის პროფესიულ კომპეტენციაში და მორალურ კომპეტენციაში. მორალური კომპეტენცია ყველაფერთან ერთად გამბედაობას უკავშირდება, ღიაობას, იმის უნას, რომ საკუთარ მოსახლეობას ესაუბრო მათ შორის დაშვებულ შეცდომებს. თუ თქვათ ერთი წამი დაუშვებთ, რომ ეს იყო შეცდომა და არ იყო აქ დანაშაულის ნიშნები. ეს ერთი გარემოება, მეორე არის საქართველოს კანონმდებლობა თუ არ ვშტები სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ, რომელიც ამბობს, რომ დაუშვებელია ესეთი ინფორმაციის გასაიდუმლოება, რომელიც ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას უკავშირდება. ეს აბსოლუტურად სწორი შენიშვნა არის. ამდენად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რა არის შეცდომა, არის ისეთი შეცდომა, რომელიც ხანდახან დანაშაულზე უფრო მეტი არის. ამდენად, ჩვენ კიდევ ერთხელ აი წინსწრებით რომ არ მივცეთ შეფასება სამართლებრივი კუთხით, უკვე ხელისუფლება მისი ამ აქტთან ლეგიტიმაციის კუთხით უკვე საკმაოდ ეს თქვათ აი დაუშვებელ წითელ ზონაში აგდებს საკუთარ